Saygin Soysali, Tuvana Turkay, Burak Tamdogani Bestem Suozdemiri Emre Kizilirmaki, Bedia Eneri Selin Ortaçli Elipinci de Swebin. Kompozitori Toigari Shikli. Scenaris autorები Eilem Jampoliati და Sema Ergenekoni. Produseri Kerem Çatay. Režisori Ahmet Katiksizi. Shavi Puli და სიყვარული. კარგად ხარ? Ho, უკეთ ვარ. ორივემ ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა. საერთოდ არ ნერვიულობ. მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი. წავალ, ხელპის დავიბან, ფათი. მის ეს როგორ ჩაიდინა? იმ კაცს ცოლად როგორ გაყვა? ვერ ვიჯერებ. Elip. Niluperi Patis ცოლად ჩემ გამოგახვა. ვერ გავიგე. Elip არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა. დამპირდა ცოლად არ გავყვებია. მოიცადე, როდის გაიგე რომ დაქორწინებას აპირებდნენ? გუშინ შენგან რომ მოვდიოდი მაშინ. პათიხმა დაქორწინება შესთავაზა. შენთვის უნდა ეთქვა, მაგრამ საშუალება არ მიეცი. მითხრა, დავთანხმდები და ვეცდები დაგიხმარო. სულ გაგიშდა? ეს რისთვის ჭირდება? ინარე, თაიარის სახლიდან ინფორმაციას მაწვდიდა. რამდენიმე დღის წინ თაიარის სახლში დისკი იპოვა, რომელსაც ჩემი ძმის სახელი ეწერა. მესიჯს რომ წერდა ფათიხმა წაასწრო. ფათიხმა ეს ყველაფერი ნილუფერს უამბო. ნილუფერმა კი გადაწყვიტა ცოლად გაჰყოლოდა და ის დისკი ხელში ჩაეგდო. და შენც ნილუფერს ეს აზრი მოუწონე, არა? რა თქმა უნდა, არა, ელიფ. შევეწინააღმდეგე. ავუკრძალე კიდეც. მაგრამ მითხრა უკვე გადაწყვეტილი მაქვსო. ამიტომ დავთანხმდი. დამპირდა ცოლად არ გავყვებია. უბრალოდ თაიარის სახლში უნდა მისულიყო და დისკი ეპოვა. მეტი არაფერი. ჩემი და იმ შეშლილთან შენ გაგზავნე? არა, ელიფ, არა. კართან უნდა დავლოდებოდით და დაგვეცვა. მაგრამ შენ რომ დამირეკე, მაშინვე ტაქსი გავაჩერე და სახლში გავუშვი. სიტყვა მომცა ფათიხს არ შევხვდებიო. როგორ გონია ამის უფლებას მივცემდი, ელიფ? ნეტა ეს ყველაფერი გუშინ გეთქვა. ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდა. მართალი ხარ? მართალი ვარ, მაგრამ ეს ნილუს ვეღარ უშველის, ომერ. ახლა ჩემი და მკვლელების გვერდით ცხოვრობს. ელიფ. რა? ახლავე წავალ და ჩემს დას წამოვიყვან. იქ დარჩენის უფლებას არ მივცემ. ელიფ, გაჩერდი. თავი დამანებე. ხელს ნუმიშლი. ელიფ, ნილუფერს იქიდან ძალით ვერ წამოვიყვანთ, არ გამოყვება. თუ ასეა ფათიხს ვეტყვი, რომ ცოლი ატყუებს. იმასაც ვეტყვი, რომ დისკი უნდა მოიპაროს. მშვენიერი ეზრეა. მშვენიერი, ელიფ. ფათიხი მთელ ჯავს ნილუფერზე იყრის, ეს გინდა? ომერ.
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნილუფერი მეორედ მოიტაცეს. ის კაცი მანიაკია, მშვიდად როგორ უნდა ვიყო? ელიფ, ნილუფერს იქიდან წამოვიყვანთ. მაგრამ ძალით არა. ნებით უნდა წამოვიდეს, თორემ ისევ დაბრუნდება. ოჯახის დახმარება უნდა. ხარში გიდგას, შეეცადე გაუგო. ნილუფერს ის კაცი უყვარს. უყვარდა. რა იცი რომ აღარ უყვარს? გოგონია სიყვარული ასე უცებ მთავრდება? რა იცი რომ ეს გეგმა მასთან დასაბრუნებლად არ მოიფიქრა? იქნებ მასთან ყოფნა უნდა. საიდან იცი რომ მას კი არა, ჩვენ არ გვატყუებს ომერ. სიმართლე იცი? იცი ნილუფერი სინამდვილეში რაზე ფიქრობს? ახლა ხვდები ასე ძალიან რატომ განვიცდი? გამარჯობა. გამარჯობა. ვეფიქრე მოეწონება, გახალისდება მეთქი. ალერგია მაქვს. ნუგეშინია შეფუთულია. ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. არც ეს გაგახალისებს? მამბის ნაყინის დანახვა ახარ მინდა. კარგი, რა დემეთ, არ გინდა. მერტბეი, თუ გნებავთ სამსახურზე, საბუთებზე, შეკვეთებსა და კლიენტებთან შეხვედრებზე ვისაუბროთ. მეტი თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. კერგეტი კაკალი ყოფილხარ პატარავ. მე ჰუსეინ დემერის შვილი ვარ. მე კი თაიარ დუნდარის შვილი ვარ. თუმცა ეს სატრაბახო სულაც არ არის. მერტ, ნილუფერი გათხოვდა, იცოდი? გათხოვდა? ო. ვისზე? ფათიჰ დუნდარზე. თოლგა ამდენ ხანს სად არის? რას აკეთებთ ბავშვებო? მუშაობთ. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მოხვიდეთ დროულად და არ დაიგვიანოთ. ან ღამეებს ათენებთ, ან სამსახურში შუადღისთვის მოდიხართ. ამას მუშაობა ჰქვია? ხომ მითხარი დაისვენეო? ხმა არა მოიღო. გაჩუმდი. მე გითხარი კვირის ბოლომდე იწექი მეთქი, შენ რა ჯიუტი ყოფილხარ? იპოვეთ რამე? არა, სულ ყვილად გავათენეთ. მართლა? მე სხვა რამ გავიგე. წუხელი ფექი აქ ყოფილა. ბიჭებმა მითხრეს ემრეს შეხვედრია. ო მართლა, ჩვენს ემრეს გულისხმობ არა? საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულება იპოვა. მაგრამ დავკარგეთ. ემრესაც ვერაფრით ვუკავშირდებით. დაკარგეთ? როგორ თუ დაკარგეთ? სრულ ჭკუაზე ხართ? ემრემ რა იპოვა? ჩემი ბრალია, ჩემი დაუდევრობის გამო მოხდა. ემრემ ჩანაწერები გაანადგურა. ჩვენ კი ვერ ვუკავშირდებით. ყოჩეხ შვილო, ყოჩეხ. ალბათ შენგან მეც უნდა ველოდოთ. როგორ დაკარგე? ტუალეტში ჩაგივარდა თუ შემთხვევით გადააგდე. თუ მანქანა დაგეჯახა. ყველაზე ემრეს ვერ ვუკავშირდებით, მეგობრებო. არ ჩანს. აი რამდენიმე მისამართია.
გმადლობ. რა ხდება? სავარაუდო ადგილებია, სადაც შეიძლება ემრე ვიპოვოთ. ყველგან ვეძებთ. ეძებეთ. თუ რამეს გაარკვევთ, შემატყობინეთ. ახლა ხომ დარწმუნდით თვითნებურ მოქმედებას რა შედეგი მოაქვს. მტკიცებულება დაკარგეთ. ბატებო. მისამართები გავინაწილოთ და უმერსად შევატყობინეთ, კარგი? კარგი, პირველზე მეწავალ. დანარჩენს თქვენ მიხედეთ. კარგი. წავედი, დროებით, კარგი. არიფს თუ მივაგენით, სერჰაცაც ვიპოვით. ხომ ასეა? სერჰაცაც ვიპოვით და შენ შულსაც იფიქ. არი დარტო, კარგი? ომერი არ მოვა? თუ საჭირო იქნება მოვა. ჯერ უნდა დავწმუნდეთ, რომ არიფი მართლა აქ ცხოვრობს. აბა ვნახოთ. იმედია ვიპოვით. აქ არის. არიფ ბეი ორუზარმაზარ პიცას მიირთმევს. დარწმუნებული ხარ რომ ისა? ნუ, ფულიც კი მაჩუქამ. სასწრაფოდ ომერ შევატყობინოთ. კარგი, დავურეკავ. მერტ, შვილო, მოიცადე, მომისმინე. შვილს ნუ მეძახი, შენი შვილი იქ არის, შენ სახლში. მოიცადე. მე ორი შვილი მყავს. სახლში დაბრუნდი, ძმასთან და მამასთან. შენი შვილი ფათიჰია, მე არა. შენ გგავს, შენნაირია, შენც ძალიან მიყვარხარ. მე გაგზარდე. ყველა სურვილს გისრულებდი. ფათის რაც დავაკელი, შენ მოგეცი. ჩემი საყვარელი ქალი ცოლად ამიტომ მოაყვანინე? ერთმანეთი უყვარ ჩვილო. უარი რომც მეთქვა, მაინც დაქორწინდებოდნენ. უნდა გეთქვა. ჩემ გამო უნდა გეთქვა. ვიდრე გაიცნობდა, მე უკვე მიყვარდა მამა. ხომ იცოდი რომ მიყვარდა? ძალიან შეცდი შვილო. ნილუფერისთვის თავი რომ მოგეწონებინა სხვანაირი გახდი, მაგრამ ქალის გულს ამით ვერ მოიგებ. არ უნდა შეიცვალო, უკან არ უნდა დაიხიო. ნედა შენ შეცვლილიყავე. მრცხვენია მამა. მრცხვენია შენნაირი მამა რომ მყავს. მაგრამ შენ და ფათის არ შეგარჩენთ. გიჩივლებთ და იმას მივიღებ, რაც მეკუთვნის. კარგი, ახლავე მოვალ. კარგი. ელიფ, ჩვენებმა არიფის სახლს მიაგნეს. ახლა იქ მივდივართ. იმას თუ ვიპოვით, თაიარის ბრალეულობაც დამტკიცდება. და შენიდაც გადარჩება. თავიდან ვერ მომგეთქვა, ჩემი და ახლა იქ არ იქნებოდა. მართალი ხარ, ელიფ. შევწდი. მაგრამ გპირდები. შენს და იქიდან მალე წამოვიყვან. მარტო ყოფნა მინდა.
კარგი ომერ. თოლგაც აქ არის. რატომ არ შევდივართ? თუ გაიქცეთ, ჩემ შულს ვეღარ ვიპოვით. დამშვიდდი. ომერი მოვა და შევალთ. მოითმინე. ცოტაც და შვილს ჩაეხუტები. იფეკ. როგორც მახსოვს, შენ და ომერის შვილისთვის იაზის დარქმევას აპირებდით. იფეკ. იასთან დაკავშირებით რამეს ხომ არ გვიმალავ. მაგალითად, მამის ვინაობას. რას გულისხმობთ? რას გულისხმობთ? იმას, რომ სიმართლე უნდა ვიცოდეთ. შენ და ომერი ჩვენი მეგობრები ხართ. არ გვინდა რაღაც გაუგებრობა მოხდეს. რა ხდება გამოჩნდა? ალო? ნედრეთანიმ, მართალი აღმოჩნდით. თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. გისმენთ. სერჰადმა დნმ-ის ანალიზი გაიგეთა. ერთ საათში ანალიზის პასუხი მე მექნება. ძალიან კარგი. იმ კაფეში დაგელოდებით ადრე რომ შევხვდით. კარგი, შევთანხმდით. 2 საათში იქ ვიქნები. არ გაინძრე. პოლიცია. ადექი. გამარჯობა. როგორ გეკითხო? წუხანდელი ღამის შემდეგ დასვენება გადაწყვიტე? მომკალით. ახლავე აქვე თორემ ის მაინც მომკლავს. ხმა ჩაიგდე. ადექი. ვინის თაიარი? თაიერის ხსენებაზე ყველა მუნჯდება. ხედავთ? მარტო დაუტოვებიათ, სრულიად დაუცველე. მაგრამ ნუ გეშინია. არ გაგაწვალეთ. თუ იმას გააკეთებ, რასაც გეტყვით, თაიარი ვერაფერს გაიგებს. თაიერს არ ვიცნობ. გასაგებია რომ არ იცნობ. თაიარი არა, სხვა მჭირდება. ვინ გჭირდება? მინდა ყველაფერი უნაკლოდ იყოს. ჩემს შვილს და რძალს უნდა მოეწონოთ. ნილუფერი სად არის? ისვენებს. რა გასაკვირია დენიზერებმა დაღალეს. დაისვენოს. თავარია ბედნიერი იყოს და თავი ისე იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში. შენ შვილო, თქვენი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა. თაიერს დისკი აქვს. ფინარს საერთვა. ის დისკი იპოვე და მომიტანა. ნილუფერ საუზმე მზად არის.
კარგად ვართ. გამომართვე. ელაპარაკე. შეეცადე საუბარი, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. დიდხანს რაზე ველაპარაკო? მაშინ ვემიხვდება. თუ გინდა მე დაველაპარაკები. გასწავლი ეს როგორ გააკეთო. მაგრამ მე თავპირს გაგიერთიანებ გინდა? დაელაპარაკე. შენ და სერჰატს ერთმანეთთან ბევრი რამ გაკავშირებთ. როგორც გავიგე, სერჰატ შენთვის საცოლე წაურთმევია. ომერ. გამიშვი. დაწყნარდი. ხელი არ მახლა, თორემ აღარ დაველაპარაკები. ენა ჩაიგდე. დამშვიდდი ომერ. ბავშვზე იფიქრე. გამომართვე. დაურეკე. დროზე. ისმენ. სერჰატ, არიფი ვარ. შენ ზარს ველოდებოდი. გუშინდელი ამბავი როგორ დამთავრდა? შეფიქმა ყოფილია? შეფიქმა ყოფილია, მაგრამ შენი დავალება ვერ შევასრულე. გოგო ვერ მოკალე. რას ნიშნავს ვერ მოკალე? ხომ გითხარი მოკალი მეთქი? ნუღელავა. მოუკლავ არ იდარდო. ამ საქმეს დღეს ვემოვრჩები. ვიღაც ტიპები იხსენა. დუბაიდან უნდა ჩამოვიდნენ. რაღაც გარიგება. ჯერ ჩამოვიდნენ და მერე ვილაპარაკოთ ნევზად. ნევზად გესმის შემი? ხმა მოიღე. კარგი. შებს შენგან მოკითხვას გადავცემ. მომიკითხე. ახლა საქმე მაქვს. დროებით. ილოცავ იფიქ. შენი შვილი ვიპოვეთ. გამარჯობა ხუსო. მოიცადე მაისურს მოგცემ. არა, არ მინდა განყოფილებაში მივდივარ. რატომ? მომითხარი ადრე მოვალო. გემრიელი ვახშამი მოგიმზადე. ბავშვებსაც მოენატრე. მეც მომენატრე. მართლა? არ მჯერა. ალბათ ფული შემოგაკლდა. რამდენი გჭირდება? რას ამბობ ფუსო? შვილები ფულის გამო გაგიჩინე? დედას ფულის გამო ვეძახი? ფული მაქვს. გმადლობ. დემეთმა ავანსი აიღო. საბედნიეროდ დედაზეც ფიქრობს. საკმარისია მელიქე, საკმარისი. რაც გინდათ ის გააკეთეთ. და საერთოდ რა ავანსზე მელაპარაკები? რა ავანსზე იქნება მიხსნა? 3 დღეა რაც მუშაობს. შენ დაავალე არა? მესამე დღეა მუშაობს და ავანსი ააღებინი არა? ჩემთან ავანსი აღარ ახსენო. სახლში თითქმის არ ხართ. ასეთი სამსახური გვაქვს დედა. ღვეზელი ომერსაც საჭამე, კარგი?
შენ ხანდახან მაინც გხედავ. ტანსაცმლის გამოსაცვლელად და დასაბანად მოდიხარ, მაგრამ ომერ საერთოდ ვერ ვხედავ შვილო. უთხარი დედა ნაწყენია. და მელიქეც ყოველდღე გითხულობს. კარგი, გადავცემ. მაგრამ რომ დაქორწინდება მე რას იზამ. აქ აღარც მოვამ. თავარია ელიფი ცოლად მოიყვანოს და ყველაფერს გაბუძლებ. რა თქმა უნდა, ცოლს ჩაუსახლდება. აბა რა? რძალი მდიდარია. თუ საჭირო გახდება, ფეხქვეშ გაეგებით. შენი შვილის ჩათვლით. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ. მართლა ძალიან ვწუხვარ. დედა ამდენს როგორ უთმენ? ერთხელაც იქნება ყველაფერს პირში მივახლენ. ხომ დამპირდით გაგათავისუფლებთო? დასასვენებლად რომ გაგიშვათ არ გინდა? საიმედო ადგილას წაიყვანემ. ბავშვს რომ ვიპოვით მერე დავაპატიმრებთ. განყოფილებაში ვერ შევიყვანთ, მაშინვე თაიერში ეტყობინებენ. უნდა მოვიცადოთ. ნუ ღელავ, საიმედოდ ჩავკეტავ და მცველებს ჩავაბარებ. კარგი, შენი იმედი მაქვს. ნუ ღელავ ომერ, წამოდენ. რა ხდება, პოლიციელების ნდობაც აღარ შეიძლება? ჩაჯექი. დედა. რომ იცოდე დღეს რა მოხდა? ისე მოვიქეცი როგორც შენ მასწავლე. მერთისთვის არ შემიხედავს, მთელი დღე გვერდიდან არ მომშორებია. ცოტაც და მუხლებში ჩამივარდებოდა. მაგრამ თავარი ეს არ არის. დღეს საოცრება მოხდა, დედა. არ დაიჯერებ. იმ გოგოს თავი დავახციე. დედა. დედა. დედა, გეფიცები ცუდი არაფერი ჩამიგენია. დედა, რატომ ტირი? დამშვიდდი. ახლავე წყალს მოგიტან, დედა. მეთაურო. ლაბორატორიიდან მოვდივარ. ანალიზის პასუხი მოვიტანე. გმადლობ. დადი რა მეჭამე, უთხარი ჩემს ანგარიშზე ჩაწერონ. გმადლობთ მეთაურო. არდამ, ფარები ჩააქრეს, სახლს ვუახლოვდებით. რომ წავიდეთ, არ ჯობია? არა, მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ. ვიპოვეთ, აქ არის. ფელოთ, ჰოლგას ხომ შეატყობინე? შევატყობინე. ეკიპაჟი გზაშია. რადგან ასეა დავიწყოთ? შენ აქ დარჩები. მანქანაში რა გამაჩერებს? იქ ჩემი შვილია. დაჭრილი ხარ. მე რა, ჭრილობა არ მაწუხებს. იფეკ, ემოციებმა შეიძლება ხელი შეგიშალოს, გთხოვ. ინდაშვილის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. გვირდები. შენ შვილს დავიხსნე.
მიხედე. პოლიცია! აქეთ. Გავუში პოლიციელი ვარ. არ გესმის პოლიციელი ვარ. სერჰად ბეი მომკლავს. სერჰათი არ მაინტერესებს, მე პოლიციელი ვარ. ბავშვი დედას უნდა დავუბრუნო. მოდი ეზე. დედასთან უნდა წაგიყვანო. მართლა? მართლა. ამ ქალს მიხედე. წამოდი. გამოდი. ჩქარა. კიდევ ერთი გაზიანი წყალი. ჰუსეინ ბეი, გახსენით. ვნახოთ რა წერია. საინტერესოა იფექის შვილის მამა ვინ არის. მამიდა. ამას ვინ იფიქრებდა ნედრეთანემ. ადრე მზად ვიყავით ერთმანეთი დაგვეჭამა. ახლა კი ერთი სული გვაქვს გავიგოთ კონვერტში რა დევს. ესე იგი ჩვენ ვინ ვართ? მოკავშირეები? ო, ალბათ. ოღონდ გთხოვთ ნუ მაღიზიანებთ. თორემ კავშირის გაწყვეტა არ გამიჭირდება. გახსენით ჰუსეინ ბეი. ვაი.
როგორ გაზრდილ ხარ, შვილო? უკვე დიდი ბიჭი ხარ. ძალიან მომენატრე საყვარელო. ვერ ვიპოვე. სერჰათი არ ჩანს. ან სახლში არ იყო, ან გაიგო რომ მოვდიოდით. ელენი იმ ქალის დაკითხვას ცდილობს. სერჰათის ზებნას არც ვაპირებარ და ჩვენთან თვითონ მოვა. უბრალოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ისმენთ. გამარჯობა ომერ ეფენდი. წლები გავიდა, აღარ გემახსოვრები. ვინ ხარ? სერჰათი ვარ. ჩემს სახლში შესულ ხარ. ჩემი შვილი წაგიყვანია. ჩემი ცოლი ჩვენთან ყოფილა. იცოდე ძალიან გაბრაზებული ვარ. მართლა? მე რას აპირებ? ერთმანეთს ერთხელ უკვე შევხვდით. თვალებში ჩამხედე. ალბათ გემახსოვრება რა მიზანდასახული და უშიშარი ადამიანი ვარ. ეგ არ მახსოვს. ომერ! ომერ! ელიფ! ომერ, მიშველე! ომერ, გესმის? ნუ ღელაო. კარგად არის. ბოლოს და ბოლოს ჩვენი სტომარია. ომერ ეფენდი. ვნახოთ ჩვენ შორის ვინ უფრო ჭკვიანია. თუ 24 საათში ცოლ-შვილს არ დამიბრუნებ, საცოლეს მოგიკლავ. მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.